და კიდევ ერთი პირდაპირ ჩართვა ამჯერად უწყებათა შორის კომისიის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი აკეთებს განცხადებას. სპეციალური დანაყოფების მოსამსახურეებს კანონმდებლობით აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ორივე დარღვევებში, ორივე არჩევნებში. გავრცელდა ინფორმაცია დამკვირვებლებთან დაკავშირებით, თითქოს არ მიეცა გარკვეულ დამკვირვებლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით უპრეცედენტო რაოდენობაა დარეგისტრირებული დღის მდგომარეობით არჩევნებზე 63,756 დამკვირვებელი აკვირდება საარჩევნო პროცესს. აქედან 1641 საერთაშორისო დამკვირვებელი, ხოლო 62,115 ადგილობრივი დამკვირვებელი. იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელსაც არ მიეცათ რეგისტრაციის შესაძლებლობა, არ წარუდგენიათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სათანადო ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, რაც კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა არის. ჩვენ გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ რამოდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი შეეცადა უბნებზე შესვლას, მაშინ, როდესაც კანონმდებლობით მათ არ აქვთ უფლება, გარდა საოლქო კომისიებისა, იმყოფებოდნენ უბნებზე. ბატონ ბეჟანა გუნავას შემთხვევაში ის არ გახლავთ მაჟორიტარობის კანდიდატი, მაგრამ მას კანონმდებლობით არ აქვს უბანზე ყოფნის უფლება და საარჩევნო კომისიამ ადგილზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება. ეს არის ძირითადი ტენდენციები, რაც ამ დროისთვის გამოიკვეთა და თუ არის შეკითხვები, მზად ვართ უპასუხოთ. ფოტოში იყო ბიულეტენების ნაკლებობა, დილით გავრცელდა ინფორმაცია და აღმოიფხვრა თუ არა ეს პრობლემა და ეს იყო თამარ კინწურაშვილის განცხადება.